ამ ბიჭერდება ერთი კაი კლასიკური ქართველი გოგო. მეგრელი. აი გოგოს რო ხედავ პირველი კოჭზე და მე ავდივარ მაღლა რა. მე მგონი ახ არ უნდა მოყვე. შენ თავზე red flag-ი? ცოტა მატყუა რა ვარ. დილით სად უნდა გაიარო? ელიაოზე დაშლილებში. ის არ მომეწონა რომ თქვი რომ ტყუილები გიყვარს, იმიტომ რომ მე ძალიან რას ვისაუთ? red flag-ია, ეხლა ხარ მოვიტყუებოდი მაგას მატყუა რა არ არო. მომეწონა რომ იჩკილეკ. მუჭო? იჩკილეკ. მუჭორე? ჭიროსი? მახოლო. ხალწული მეპას. და ექსი ყავდა ქალწული? სულ ერთი ბიჭი მომწონდა მთელი ცხოვრების მანძილს. ადამიანების განკურნა მიყვარს. კლასიკური დედა. ზუსტად. ყორა ვაყორა. ოკითხავ თენარე. ყოფნა არ ყოფნა. საკითხავი ეს არის. ვაუ. მოდი. დაჯიკი. თქვენი სახელი? გამარჯობოთ. მე მქვია თემო ფასილაშვილი 29 წლის. დახაზა. რა საქმიანობ? მე ვარ ამჟამად მუსიკოსი DJ-ი. მუსიკოსი DJ-ი. იგივე ტოპიას. ეგ ჟანრია? არა, სახელი სასენო. ჟანი ჰაუსი, დისკო ჰაუსი. ოკეი, როგორ მიდის დიჯეობა თბილისში? არის ივენთები საკმარისი? კი, ნორმალურად რა. კლუბში თუ გაგიცნია გოგო? რა თქმა უნდა, კი. არ არის შენთვის red flag-ი? ერთი ორჯერ უთქვამთ რომ ეგ red flag-ია. არა, მე მგონი პირიქით რა, მე ჩემი პირველი დეითი მინდა რომ რაღაც ეგეთი კლუბში მუსიკა მე უფრო კაი იქნება. ხო, იმიტომ რომ კლუბი არის ერთ-ერთი ყველაზე free და გახსნილი ადგილი და მან შეგიძლია ძალიან ლაღად იგრძნო თავი. რაც ხარ იქ ხარ მანდ ჩემი რაც ხარ ის ხარ. აია, მომეწონა. გაქვს რამე type, ანუ celebrity crush-ი ბავშვობაში ვინ მოგწონდა? მესე ხა ამ წამს არავინ ეს celebrity crush-ი, მაგრამ type-ი მაქვს, სამწუხაროდ რაღაცა fetish-ი მაქვს რა. გორე, მოყევა. ძალიან ის იდიოტურია ვონთ. წვრილ კოჭება გოგოები მეოსება მარტო. საინტერესოა ძალიან. მომიყევ. საიდან დაიბადა ეს fetish-ი საიდან გაჩნდა? fetish-ი საიდან გაჩნდა? მოკლედ მე მგონი ახ არ უნდა მოყვე. PG არ არის? ოკეი. მაშინ არა, მომეწონა ეს ძალიან, იმიტომ რომ ხო იცი, აი კლასიკური პასუხებია რომ თვალი, იერი. აი გოგოს რო ხედავ პირველი კოჭზე და მე ავდივარ მაღლა რა. ისე სხვათა შორის აი სიმართლეს გეტყვი, ჩემი ერთ-ერთი ისეთი, ანუ აი იქი არ არის, მაგრამ მე არ მიყვარს ბიჭის კოჭები და მინდა რომ არ ხედავდე. და მინდა რომ წინდა ანუ აი ხო რა, ცოტა არ მომწონს. ყოჭა. კაია. ანუ შენი კოჭების გამოჩენა არ გმოგწონს? მე ძალიან კოჭები მაქვს მარტო. აი კოჭი გაქვს? იდეალური. წყალბურთელი ძველი რამე რომ. მომეწონა ეს. წყალბურთელი, მეგობრებო, სპორტსმენი. შენ თავზე red flag-ი? ცოტა მატყუა რა ვარ. აი რამდენი პროცენტულობი როდის იტყუები? რაც 30% რა. აი არ მიყვარს დაძაბულობა რა და როცა დაძაბულობას რომ მინდა თავი ავარიდო, მაშინ ვიტყუები ხოლმე რა. მაგას დიაგნოზი არის ემპათი მატყუა რა ხარ შენ? დავაი. ვითომ სხვებისთვის იტყუები, ვითომ კი სასიკეთოდ. სასიკეთოდ ხო? არ ვაწყენინოთ და მოვიტყუოთ. ოკეი. ეხა ნახე. სოციალურ ემპათი დავწერე. მე აქ მთლიან სოციალურ გამოკვლევას ვატარებ. დავაი. კიდე მოვაყოლინოთ საკუთარ თავზე თუ ხედავ ერთ-ორ გოგოს. გოგოებო. უკან ხელია თუ მეჩვენება? არა. მოდი, აბა ის ვქნათ. შენ უთხარი გოგოებს რაიმე რითაც წარმოგიდგენია რომ შეიძლება უფრო მოეწონოთ. ეგ მნიშვნელოვანია sales B2C to customer პირდაპირ უთხარი რა არის შენი ყველაზე green flag-ი red flag-ი თქვი ჩემი green flag-ი ძალიან მეგობრული ვარ კარგი გაგებით დეგენერატი ვარ კარგი დეგენერატი ხო ძალიან კაია და ძალიან კარგი მუსიკას უკრავ და კაი გემოვნება აქვს მუსიკაში და მაგით შემიძლია რომ ეს ძალიან იდეალური ბიჭები ამოდიან, ბარმენი, DJ, ანუ იდეალური პაემანი არის გამოწყობილი პირდაპირ. ნახტაბი. გოგოებო, აქტიუროთ რა. ეს არაა დასაკარგი ბიჭი. მოდი, ნოგცხვენია, მოდი. ჩაკ.
გამარჯობა. მე არ ვარ, ცოტა ხენ ჩუმად ვარ. გავარჯო, როგორ ახარ? კარგად თქვენ? კარგი. სახელი ველად ხარ, მოიწითქენ. თემა. თქვენი სახელი ხო ანუ კი. ანუ კი. ანუ კი თემა სასიამოვნო ისე. მეორე წლის. კი, პირველად ვარ. შვენიერი. ზოდიაქო? ურო, შენ? მე სასწორი. კიდე კაი მერწყული არ ხარ. უი, ორი წამ შენ ახარ? ურო. ეს ვინმე მიცით რა რას ნიშნავს? კაი ამბავია თუ ცუდი მე ამბავი? ისე რა, 50-50. გონი ამას მართლა ძალიან ჯერა ზოდიაქოები? მე ძამჯერა. შენ? ოკეი. მე მარტო ჩემი გამოცდილებით მჯერა რა, ანუ ესე არ ვკითხო. მეც პირადად მერწყულებთან ძალიან. გამოცდილებამ რაც მოიტანა, მაგით ვიცი რომ ქალწული მეპას. რა, ექსი ყავდა ქალწული? შენი ექსი? ვინმე? რა საინებს არ შეგიძლია? რამები ბევრი გაქვს? არა, უბრალო ადამიანი ვარ. არ მჯერა. მარც არანაირ არსებობს ეგეთი ბიჭები? როგორ? გვასწავლე. ხო ამხიარებული უნდა იყოს ცხოვრებაში. ეს ძალიან კაი პლუსია. ძალიან ეს კაი კაი პლუსია. ეგეთი. რამე რო ხდება ისეთ სანერვიულო შენ რა როლს თამაშობ? აი რაღაცა კატასტროფა ხდება რა შენც თავს ვიღაცა რაღაცა აი შენის ხარ ყველაზე სტოიკურად რო არის და შიმშვიდას შეინარჩუნოს კი, ზუსტად და მაგ დროსაც სული იუმორი და გადაგვაქვს ხოლმე. შეიძლება შენი წლის დამსახურება რომ 29 წლის ხარ? ლოგიკურია. ნამდვილად ხო. რამდენი წლის ხარ ბოდიში? 20-ის. 20-ის. უნივერსიტეტი. კი. შვენიერი, რაზე სწავლობ? თეატრმცოდნე ვარ, მომავალი. შვენიერი, ბრავო. Flex, that's a flex. არის მეგობარი. საინტერესოა. ის არ მომეწონა რომ თქვი რომ ტყუილები გიყვარს, იმიტომ რომ მე ძალიან რას ვისაუთ? რედ ფლეგია, ეხლა ხო არ მოვიტყუებოდი მაგას, მათყო არა არ არო. მომეწონა რომ მათყო არა არ სიმართლეს ვამბობ, ცოტა მათყო არა. ფერობა. კიდევ ვის არ მომეწონა რომ კლუბში კარგი დეითი შეიძლება გამოვიდეს. შენ არ ფიქრობ? აი მითხარი რატო? არ ვიცი, იქ ჩემეზე სხვა რაღაცის გამოდადიან ადამიანები. ცეკვას თუ არ ჩავთვლით? რის გამო. ორი წამი, ეს შენ ფიქრობ რომ ძალიან last ადგილია? ხო, შეიძლება ადამიანმა იქაც მოგატყოს ჩვეულებრივად და არანაირი სილაღე არ ქონდეს. რამონ დღეს მე უკრავ. ავიდეთ. ნახოთ როგორი გამოვა კლუბში დაიდი. ისე რაღაცა სიმართლე არის, იმიტომ რომ აი ხმაურიანი ადგილია ცოტა გიჯ, მაგრამ ეგ ხო იმას ნიშნავს, რომ ცოტა უფრო ახლოს უნდა მიხვიდე, უფრო უნდა მოვსყარა. Backstage. ხედავ. DJ-ს მაგრამ მგონია რომ ანუ ესეთი დიდი ურთიერთობა არავის არ უნდა მან რაღაც ერთი დღეს შევხვდით ერთმანეთს და სომა დამთავრებულია. კი, ეგრეა. უბრალოდ გამოტყდომა არ უნდა. გაჩნია როგორი განზრახვით მიდიხარ, ხო? აი, ხარი ხო, რა გინდა, აქ თავარია თორე. სათევზაოდ თუ მიდიხარ, ხო? რა თქმა უნდა, მაგრამ მაგრამ ჩვენ არ დავდივართ სათევზაოდ, ნორმალური ბიჭები, ნო. No. მარტო საცეკვაოდ. ის ვიგულისხმეთ, რომ შემთხვევით თუ შეგხვდა ადამიანი კლუბში, ანუ არ დაელაპარაკო, რადგან კლუბში ხართ და არ არის ისეთი სეტინგი, არა, თითქოს და რომანტიკული. შენ წარმითხარი, შენში რა არის, ან green flag-ი, ან red flag-ი, რომელიც გაგიხარდება? red flag-ი არის ადამიანების განკურნა მიყვარს. Healer, she's a healer. რა კუთხით, განკურ. ანუ ისეთ ადამიანებს ვიზიდავ, რომლებიც ძალიან დატრამულები არიან და ხდებიან, ანუ რომ გამომიყვანე ამ მდგომარეობიდან თუ რაღაც ეგეთი. კლასიკური დედა. ზუსტად. მე ვხდები. სამწუხაროდ ჩემთან ეგ. არ დაგჭირდა. მაგრამ შეიძლება ეს კარგია, იმიტომ რომ გადააბიჯებს თავის red flag. კი, შეიძლება ამას ვებრძვი სადაც. ძალიან მომეწონა ეს ამბავი და green flag-ი მიდი შეაქე, შენი თავი არ მოგერიდოს. უზომოდ რომანტიკული ადამიანი ვარ. ხო. და უზომოდ ვიცი სიყვარული. ეგ მაგას ვინმე თუ დაგიწუნებს ჩემო დაია. არა მგონია. ბევრი ძალიან. გადაჭარბებული სიყვარული ძალიან ცუდია. გადაჭარბებული ყველაფერი ძალიან ცუდია. არა, გადაჭარბებული. ნუ ხდები სადაც მიყავს, მაგრამ აი სიყვარული? არა, ძალიან ცუდია. მე მაწუხებელია. მაწუხებელია. ჩემთვისაც კი. ანუ როცა ბიჭია ჩემს მიმართ ეგრე და წარმოიდგინე. საინტერესოა. ოკეი. რას ფიქრობთ, აბა წაღვედი დღეს DJ-საცე? Backstage საძრობს. გავეშვი მაგ საქმეს. ლიოს ხუთი ბილეთიდან. არ გიყვარს კლუბში წიარულე? არა. მაშინ აი რა წარმოგიდგენია, რა დეითზე წახვიდოდი? რა არის შენი იდეალური დეითი? არ ვიცი, ტვინში ძალიან ბევრი რაღაც მიტრიალებდა აქამდე, ხა კიდე დამავიწყდა. მესმის. აი მე მაინც რა ვქნა? აი ორი ვარიანტია. ან მიდიხარ ყავაზე, იმიტომ თუ პირველად ნახულობ ადამიანს, ყავა და აი მარტივად მალე დალევ, ამ ესპრესოს შევკვეთოთ გავთ, არ მოგეწონა. და თუ რაღაცა უკვე იცნობ და რაღაცა, აი დინერს ჯობია რა მე?
თეატრში თეატრში წავიდოდი. წავიდოთ ბაზარია მე ძალიან მიყვარს თეატრი. თეატრი ხა გამახსენდა თორე უეჭ. ეგ არის ძალიან კარგი იყო. აში თქვენ შეხვდებით თეატრში. ძალიან კაია, ძალიან მომეწონა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა შენ. ამორჯობა. გაუმარჯოს. შენი სახელი? ლუკა შანავ. 21 წლის. გახედე კამერას, თვალები მეთქი. თვალები მეთქი. რამდენი წლის ხარ შანა? 21. 21. რას? მეგრე. დაიცა მეგრელს ხო არ ეძებ? თუ არ ხარ პრეტენზიული. პლუსია. გაითვალისწინეთ გოგოებო, მეგრელობა პლუსია. რამე მომიყევი შენი წარსულიდან, აბა, როგორია შენი სიყვარულის სტილი, როგორი შეყვარებული ხარ ხოლმე, როგორ გოგოს ეძებ? გაიხსენ. ჩემს წარსულზე მოყვარე, ეგ მირჩევნია ყველაფერს. როგორც გინდა. მოკლედ, ყოფილი ფეხბურთელი ვარ. ოკეი. საქართველოში როგორც ხდება რა. პლუსი. საქართველოში როგორც ხდება მენისკი გამიწყდა ძმა და კლასიკური ფეხბურთელია. კლასიკა. ოკეი. გოგოში რავი აი უეძებ უფრო ერთგულებას. ოკეი. თავარია იყოს ანუ გავუგოთ რა ერთმანეთს. ოკეი. თავარი ეგ არის. გაგებაში რას გულისხმობ? გინდა აი შენ მოგწონს ისეთი გოგო, რომელსაც შენაირი ლაიფსტაილი აქვს და ერთნაირი ჰობიები გაქვს თუ შენგან უფრო აი დრასტიკული. აი ერთნაირი ჰობი უფრო მომწონს. ბონუსი. ეს განსხვავებული ტიპები. ანუ რა ჰობი? აი რა მოგეწონებოდა ერთად რას გააკეთებდი იდეალურად გონი შენ შეყვარებული ყავს და მე არა უკვე ყავს თქვა შეყვარებული და აი როგორი გინდა რომ გაატაროთ დღე? ელიავაზე წავიყვანდი დაშლებში. ხო? კაია. მე საღამოსაით. საღამოს ნაუ ბევრი ვარიანტი არსებობს მაგის მე. თუნდაც მანქანიცია როგი. ოკეი. კლასიკური ქართველი ბიჭია, მომწონს რა. ამ ბიჭს ჭირდება ერთი კაი კლასიკური ქართველი გოგო. მეგრელი. ოპა, ხედავ გოგოს. რა ლამაზი, თან, რა ლამაზი. გამარჯობა. ამორჯობა. თქვენი მეგრელი გოგო. მეგრელი ხარ? ამინ. ოპა, აი, მიყვარს რა ეს გადაცემა რა. იცი მეგრული? კი, ძალიან კარგად. დავაება. შეფერეთ. კიჩკილეკ. მუჭო? კიჩკილეკ. მუჭორეკ. ჭიროსი? მახოლო. ანუ ტოპ. ორი წამი ხე ამ პრინცესას დავბრუნდეთ. რამდენი წლის ხარ? 19. 19, შენ 20-ის ხო? 21. 21-ის. გონი ასაკში უკვე ოკეია. რის საქმიანობ, რა არის შენი ჰობი? ეს კეთება გიყვარს. მე ვარ მსახიობი. კაია ეს. დიახ. მსახიობი. როგორი მსახიობი გინდა იყო? კინო, თეატრი? ორივე. ორივე მსურს. ოკეი. რა არის შენში ერთი red flag-ი? ჩემი საყვარელი კითხვა არის ეს, იმიტომ რომ ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საჯაროდ გამოვიტანოთ ჩვენი ცუდი მხარე, რომ მე კარგი უფრო ადვილად მოვიდეს. მაგ red flag-ი? მეგობრებს ეკითხება. green flag-ია. გაიგე რომ ამის იდეალური დღის წესრიგი რა არის? დილით წაყვებოდი ერევანსა და მე მანქანით უნდა იკატაო. მოგეწონა ეგ ამბავი? რას შეუცვლიდი ამას? რა არ მოგეწონა ამის პასუხში? დილით სად უნდა გაიარო? ელიავაზე დაშლებში. დაშლილებში და რა უნდა აჩვენო ამ დაშლილებში? ცოტა შოპინგე მაინც, ელეოზე მაგარი შოპინგე მიდის. შოპინგია ეგ. ოკეი. მე უფრო სადგურზე დეზერტირები. დეზერტირები კაია, წაყვები დეზერტირებზე. რატომაც? ერთ თამაში ხო არ ვითამაშოთ, მე არასდროს ავით. გინდათ? მოდი. მოდი, აბა, იცი როგორ ვითამაშოთ? ვინცაც გაკეთებული აქვს დალიოს. ცა, ღვინოს დალავთ? დიახ. პირველი კითხვა. ღომი გაგიკეთებიათ? რა თქმა უნდა. დალია, ღომი გაუკეთებია, კაი გოგოა. ოკეი. ერთი ყლუპი დალია არ გაიგიშა. კაია, ხო გაიღვინა. კაი. მე არასდროს დამიგოუსტია ვინმე. ამას ეხლა შაშლა ჭირდება. რატო აგოუსტებთ ხალხს? მიყვარს. იცი რა არის? ხანდახან არ იმსახურებს ყველა პასუხს. ამიტომაც საჭიროა რომ დააგაუსტო. იანი გოგო, ჭკვიანი გოგო. ყველა არ იმსახურებს ყოველთვის პასუხს, მაგრამ არა, აი ვერაფერს ვერ გეუბნები, მართალი ხარ რა. აი მინდოდა რომ შენ
რატო დააგოუსტე? გოგოს დაგოუსტება რა წესი? მე არასდროს მომწონებია ორი ადამიანი ერთდროულად. სულ ერთი ბიჭი მომწონდა მთელი ცხოვრების მანძილზე. მართლა? შენ? არავე, არასდროს? აი. ერთი ბიჭი მოგწონდა? მე რა მოხდა მან? ეგ დავაგოუსტე. გასაგებია. მაშინ ამას დააგოუსტებდი, რომ მოგწეროს? კარგი ბიჭია. შევხედოთ. მომეწონა. შეხوار დააგოუსტებ ამ გოგოს. ანგელოზივით გოგოს. ერთმანეთში მეგრულად ილაპარაკებდით? შეგიძლიათ? აი, მე კი. დიდი სიამოვნებით. ხო? შენ? დიდი სიამოვნებით. აუ რამე მასწავლეთ მეგრულად სანამ ხო? ყორავა. ოკითხავ თენარე. ყოფნა არ ყოფნა. საკითხავი ეს არის. Wow. Period. აი, ყანე პიესა მალე. თეატრი მალე. მაშინ ეხა მითხარით მეგრულად როგორ თქვა ძალიან დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ. დაგითმობ. დიდი მადლობა და წარმატებას გისურვებთ. გაიხარეთ. მადლობა ძალიან დიდი. ძალიან კარგი იყო. მადლობა. მე ანანო. რამდენი წლის ხარ? 20. შენ საკუთარ თავში რა არის red flag? აი პირველ შუბლზე რო გეწეროს შენი ყველაზე toxic trait რა იქნებოდა? ზედმეტად ბევრი ლაპარაკი მიყვარს და ეგ არ არის ცუდი. ზოგს ნერვებს უშლის ახლა ეგ და არა და ზედმეტად პირდაპირი ვარ. ესეც ჩემი აზრით თან green flag გააჩნია ვისთვის. კარგი თვისება რა არის შენში? შრომის მოყვარე ვარ და ვიტყვი იმას, რომ ძალიან ერთგული ვარ. აი ეგ არის ამ ქვეყნად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც ჩემი აზრით. გააქვს რამე ტაიპი ან აი როგორ აღწერდი თუნდაც შენს იდეალურ ბიჭს, რამე celebrity crush ხო არ ყავს? Celebrity crush-ი არა. მაგრამ ასე რომ დავფიქრდე, ალბათ ჩემზე მაღალი მირჩევნია რომ იყოს ბიჭი და უნივერსალური. მიყვარს სპორტსმენები, მაგას არ დავმალავ ახლა. გინდათ ყოფილი, გინდათ ახლა რომ თამაშობდეს. ოკეი, ყოფილიც მოსულა. ოდეს ნავარჯიშები კაციც კაი. ეგ მომეწონა. იდეალური პაემნის აი როგორ წარმოგიდგენია შენი სიყვარულის love of your life-ის შეხვედრა? იდეალური პაემანი პირველი რა იქნება? მე ვარ ძალიან ბავშვური. ამიტომ ჩემთვის იდეალური პაემანი იქნება სადღაც გასართობად რო წავიდეთ. აი მაგალითად გალერეაში, რიარიაში სათამაშოდ ბილეთების მოსაგროვებლად. მაგალითად, ძალიან პასუხია, ყველაზე კარგი, fun. ოკეი. რა არის აბა ბიჭებო? არის ვინმე დაინტერესებული? ერთხელ ხედავ. მოდი. გამარჯობა. სალამით. ნანა? ლუკა. ანანო. ლუკა. სოციალბანო. მოგვიყევი ცოტა შენს თავზე. რა მოგეწონა ანანო, რატომ აიწია ხელი? ნუ როგორც ყოველთვის პირველ რიგში გარეგნობა. ნუ ჯერ ვერ დავინახავ ჩინაგარგარებას. ეგეც არის. შენ თავზე ვგითხარი, რა არის შენში red flag-ი? არაპუნქტუალური. აი, თან არაპუნქტუალურობას. გააჩნია რამდენად? აი, როგორ აგვიანებ ხოლმე 5 წუთი თუ 5-10 რა, დაახლოებით. ასატანია. თითქმის ყოველთვის. ასატანია. ჩემი აზრით კარგი არ მოსულა. 5-10 წუთს ყველა აგვიანებს. თან შე თვითონ თუ აღიარებ, კიდე სხვა. ეგეც არის. ბატონო. მაგალითად იტალიაში უნივერსიტეტი რო გეუბნება რომ 9-ზე არის ლექცია, 10-ის 15 წუთზე იწყება, იმიტომ რომ ის 15 წუთი ნაჩუქარი დაგვიანებაა რა, მოსულა. ოკეი, ეგ არა უშავს. ასატანია. რა საქმიანო? ნუ ამჟამად ვარ ბარმენი. ოი, კაია. ზედმეტად. შენი საყვარელი კოქტეილი, რასაც აკეთებ? ნეგრონი. ოკეი, მერე მაშინ ერთ ნეგრონიზე უნდა დაგვაჭერს. აბა, წაილაპარაკეთ რა, ვირამე კითხში. სპორტით თუ ხარ დაკავებული? ოკეი. ნუ ამჟამად აღარ. ყოფილი სპორტსმენი. მაშინ შეიძლება რა სპორტით ჩაუჯექით. რა სპორტით იყავი დაკავებული? ხელბურთი. ვაუ. ხელბურთი და ფრენბურთი ერთად-ეგებია? არანაირად. რადიკალურად სხვადასხვა. ხელბურთში კარებია, სადაც გოლი გაგაქვს. თქვენ თვითონ რა სიტყვით სპორტსმენ გოგოებზე?
დასაფიქრებელია სპორტსმენი გოგოებიც. ნავარჯიშები გოგო შვენიერი. აბა რას უწუნებს სპორტსმენ გოგოს? არც არაფერს. ანუ ზოგი მისაღები. ზედმეტად მამაკაცურია. ანუ მისაღები ვარ როგორც ყოფილი სპორტსმენი. შენ რა სპორტით იყავი? ფეხბურთი და ფრენბურთი. სპორტსმენი ყავს. კიდე ვარჯიშობ? ახლა ამჟამად დარბაზში მარტო. შენ დადიხარ დარბაზში? ხანდახან. ხანდახან. მაგრამ შეგიძლიათ ერთმანეთს ცოტა მოტივაცია. ჩავითრიოთ ერთმანეთი. კარგი, ეს ყველაზე მაგარია. ურთიერთობაში ძალიან კარგია, როდესაც ერთი ჰობი შეგიძლიათ შეითავსოთ ან რაღაც პროდუქტიული გააკეთოთ ერთად, არა? კი ბატონო. ბარმენი თუო? ბარმენი. დალევაც ერთად კაი იქნება. რას ფიქრობ, სად წაიყვანდი ანანოს პაემანზე? სადმე ალბათ როგორც თვითონ თქვა პირველ რიგში, ჯერ ჩემი იდეა მოწევა, მაგრამ თავარია თვითონ გაუხარდეს. აი, ეს უკვე, ბრავო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, უსმენს. ყველაზე გადამწყვეტია. ძალიან კაი ოკეი, და შენი იდეა რა იყო ისე, რომ არ გცოდნოდა? კარგი კოქტეილ ბარი ალბათ. ოკეი. მაგაზეც თანახმა ვარ, 2-1-ში რატო არა? ჯერ თამაში, მერე ბარი. რა თქმა უნდა. ოკეი, მე მომწონს ეს ამბავი. რას ვიზავთ, გექნებათ პაემანი? დიდი სიამონებით სიმართლე რო თქვა. შენ რას აუცილებლად. მადლობა! ძალიან კარგი, აბა. ეხლა ჩვენ ძალიან გრძელი საღამო გველის, ბევრი პაემანი უნდა გქონდეს, ბევრი ადამიანი უნდა გავიცნოთ. ამიტომაც მე თქვენ თვალს გადავნებთ. ვერანდაზე ფართი როდესაც იქნება, უნდა დაგინახოთ, რომ ოკეი? ოკეი. ვეცდებით მაქსიმუმ. უღმეს მადლობა ბავშვობა. წადით ხა მოვშორტი. მადლობა.